Chat გავთიშა. Უსნამინდა რომ ვილაპარაკო ეხა. მოგესალმებით ხალხო. დღეს გვექნება საუბარი ჩემს ისტორიაზე, თუ ნოლიდან, აი იმენა სრულიად ნოლიდან როგორ მოვედი აქამდე და რავი, თუ აქამდე კიდე მაღალ მწვერვალამდე ბევრი მეკლია, როგორ მოვედი იქამდე, რომ 222 კაცს ჩემი მოსმენა მონდომებოდა. სულ ნოლიდან დავიწყე. მოდი აი სანამ ტრეინინგამდე მივედი, მანამდე ვისაუბრებ. მანამდე ჩვეულებრივად უნივერსიტეტში ჩავაბარე, მუშაობა დავიწყე. თავიდან პირველ სამსახური რაც მქონდა ორი ნაბიჯი იყო, ორ ნაბიჯში მუშაობდი. ვერცეთ სამსახურში, აი სამსახური არ არსებობდა, სადაც მიმუშავე, რამდენი სამსახური გამომიცვალა, 3-4 სამსახურში მაქვს ნამუშევარი. ყველა სამსახურში აბსოლუტურად ვერცეთი უფროსი ვერ მიტანდა. იმიტომ რომ მე ზოგადად არ შემეძლო ისეთი პიროვნება არ ვარ და ადამიანი, რომ ვიღაცა ჩემზე ეუფროსა, ან რამე მითითება მოეცა და კიდე რავი, ჩემზე ზემოთ გონებოდა ვიღაცას თავი რა. ეგ არ მისწორდებოდა, ამიტომაც რავი, უფროსებს ნაკლებად ვუსმენდი ხოლმე, არ მაინტერესებდა რას ლაპარაკობდნენ და შესაბამისად არც ვევასებოდი ხოლმე რა. აი ისიც რო არავი დამატებით რო გტოვებენ ხოლმე, რადგან მაგის საშუალება აქვთ და გონიათ რომ შეეშინდება რომ გავარ გამაგდებს და რაღაც გავსი, ანუ არასდროს გავს რაღაც არ ვაკეთებდი, არც გასდიოდა ჩემთან ეგეთი რაღაცები და არც მევასებოდა ზოგადად უფროსი რომ ყოლოდა რა. ეს ტრეიდინგამდე სანამ მივიდოდი რა. ორ ნაბიჯში მუშაობდი, მერე მუშაობდი DHL-ში, გერმანიაში. DHL-ში მუშაობდი, მაქედანაც რავი. პირველი სამსახურიდან გამაგდეს და მერე ახალი სამსახური დავიწყე. და იქ კიდე სიტუაცია ისეთი იყო, რომ უფროსები ის ნაკლებად სიმართლე გითხრა ვეკიდე რავი. პირველ სამსახურიდან იმიტომ გამაგდეს, რომ ერთი ის მახსოვს, რა ქვია, მაგის მეორე დღეს გამაგდეს, როგორც მახსოვს, ესე იყო, რომ ტაში დამიკრა იმან, რა ქვია, სუპერვაიზერმა, მიდი მუშაობ და უკან დაუკარი ტაში და მაგითო გამაგდეს. და მე მგონი ეგ იყო. ხო, მერე უკვე გერმანიდან რო ჩამოვედი, კაროჩე, უნივერსიტეტში სწავლა არ მინდოდა, არანაირად. იმიტომ რომ ხვდებოდი რომ აი უბრალოდ ფუჭი დროის გარგვა იყო. არ ვიცი ხალხო უნივერსიტეტი რამდენად გევასებათ, აქ ვინმეს ან დიპლომი რამდენად გაინტერესებთ, მაგრამ უნივერსიტეტში ვერ შეიძენთ ისეთ ცოდნას, რაც ცოდნაც აი მაგ უნივერსიტეტის გარეთ გჭირდება ცხოვრებაში. აი იმ გამოცდილებას ვერ მიიღებ, რა გამოცდილებას რეალურად როგორც პიროვნებას და როგორც მაცხოვრებელს, აი როგორც ცოცხლობ რომ მუშაობ, რომ მართავ შენ თავს, აი მაგ ცოდნას ვერ მიიღებ რა, ვერ მიიღებ მაგ გამოცდილებას. ამიტომაც თავიდანვე ვიცოდი, რომ უნივერსიტეტი იყო სრული დროის ფუჭი კარგვა, იმიტომ რომ მით უმეტეს რაღაცა უაზრობა საგნებს კტენიან, ზედმეტად დროც გიწელავენ. აი უნივერსიტეტიც ხალხო არ გიგონოთ, რომ იმისთვის შექმნეს, რომ ხალხს რეალურად რაღაცა ცოდნა მისცეს. არა. უნივერსიტეტები იმისთვის შექმნეს, რომ ჯერ ეგერთი თვითონ უნივერსიტეტის ბიზნესი არის, უნივერსიტეტს ფული უნდა გააკეთოს, ხო? და კიდე პლუს ამას კიდე რავი, ქმნიან ისეთ ხალხს, ვინც მათზე მუშაობს რა, მუშებს ქმნიან თავისუფლად. შემდეგ რო ჩამოვედი გერმანიიდან, გადავაწყდი ტრეიდინგს. რა ძალიან რანდომად გავიგე, უბრალოდ ვეძებდი რაიმე ადგილს, აი მანამდე დროპშიპინგის მიცდია რაღაც საიტი შევქმენი, არაფერი ისეთი რა. უბრალოდ ანუ ხო ხვდებით რა სიტუაციაში ვიყავ, ხა ბევრი იქნებოდა ძგავს სიტუაციაში, რომ ეძებთ რაღაცას, რაც ცხოვრებაში წინ წაგწევთ და უკეთეს გაგხდით და მოკლედ რაღაცა high value skills ისწავლით, ანუ მაღალ ანაზღაურება და უნარს ისწავლი რა. ვეძებდი მსგავს და გავიგე ტრეიდინგზე რა. ტრეიდინგზე თავიდან ძალიან ცუდი წარმოდგენები მქონდა, მე მეგონა რომ აი ძალიან მარტივად ვიშოვიდი ფულს, აი ძალიან მარტივად. რაღაცა $50 ვირცხავდი ხოლმე თავიდან, რაღაც აკაუნტზე შემქონდა, ჯერ ეგერთი თავიდან რო ტრეიდინგზე გავიგე და ვისგანაც გავიგე, ძალიან არასწორი წარმოდგენები შემიქმნეს თავიდანაც, ძალიან არასწორი იყო რა, რომ აი $50-ით $1000 იშოვიდი, ან რამე მსგავსი. აი ეს იყო სრული სისულელე რა. ამიტომაც თავიდან რაღაცა დაჟე ემახსოვს კიდევაც, მამა ჩემს გამოვართვი ის $50 რა და დაჟე მივწერე კიდევაც, რომ აი მამა ბოლო ჯერ გთხოვ ფულს და უკვე ჩავრიცხავ და მეთქი უკვე ბოლო თხოვნა იყო რა, რაღაც წარმოდგენები მქონდა სასწაული. ხო ერთი თვეა ვაფშე ტრეიდინგზე ვიცი, თავიდან სწავლა დავიწყე რა და მივხვდი რომ რაღაც სისულელეს ვსწავლობდი, ჯერ ეგერთი მიდგომაც არასწორი მქონდა, რისკ მენეჯმენტიც არასწორი მქონდა, ვიცოდი რომ სისულელეს ვსწავლობდი და აი თავიდან რამდენი წავაგე რავი, ანუ ეხლა შეიძლება ზოგისთვის აქ ვინც ხართ, ჩემზე დიდები იყავით და მით უმეტეს რავი
$50 $100 თქვენთვის ფული არ იყო, მაგრამ ჩემთვის მაშინ ეგ იყო ძალიან დიდი ფული. ჩემთვის მართლა დიდი ფული იყო რა. იმიტომ რომ არ მქონდა საშუალება, მართლა გეუბნებით, ტრეიდინგი რო დავიწყე, სულ $2 მედო ჯიბეში ალბათ. ეგეც დაჟე მახსოვს ხოლმე რომ დედაჩემი მეხვეწებოდა ჯიბეში ფული გედოს, გარეთ რო გახვიდე რამეში რო დაგჭირდეს, უნდა გქონდესო. დაჟე მეჭღვებოდა ხოლმე რა, იმიტომ რომ რავი, აი სულ არაფერი არ მქონია რა. ეხლა მე თავიდან რომ გავაანალიზე რამოდენიმე თვეში, 2-3 თვის მერე ოღონდ ეს ამ ასლობა 2-3 თვის მერე რომ დავკარგე უკვე ერთი აკაუნტი 2-3 6ჯერ გავანულე ის აკაუნტი რა აკაუნტზეც ფული მქონდა ჩარიცხული 6ჯერ მაქვს განულებული აკაუნტი მე მივხვდი რომ სისულელეს ვაკეთებდი და ამ სისულელეს რო ვაკეთებდი მე უკვე მივხვდი რომ რა ინფორმაციას აქამდე მქონდა მიღებული ეს საკმარისი არ იყო არც სწორი იყო და არც ისეთი მიმართულება იყო რაც პროფიტულ ტრეიდერს გამხდიდა აი ეს მარკეტზე ტრეიდობდი ადრე ეგ ცუდი არ იყო ხო და შემდეგ უკვე დავიწყე ძიება რა, აი ყველაფერს ვედებოდი. ჩემთვის ყველაზე რთული ის იყო, რომ არ მყავდა ადამიანი, ვინც სწორ მიმართულებას მომცემდა და არ გიგონოთ ეხლა რადგან მენტორი ვარ, მაგით ველაპარაკობ ამას, აი მართლა სანჯის დამეთანხმება, რომ ძალიან დიდი ფუფუნება ადამიანისთვის, როცა ყავს ისეთი ადამიანი გვერდში, ვინც იცი რომ იცის და იცი რომ კითხვას რომ დაусმევ უეჭველი სწორ პასუხს მიიღებ. აი ეგ არის ძალიან დიდი ფუფუნება, რაც მე არ მქონდა და გეტყვით ახლა რას ვაკეთებდი, რომ აი რაღაცაზე კითხვა რომ მქონდა, რომ პასუხი მიმეღო. ველოდებოდი, ჩათვალეთ ერთი თვე ველოდებოდი. ახლა ლოდინი კი არ არის, მაგრამ სადაც ერთი თვე მინიმუმ 2, 3, 4, 5 თვე მეუნდებოდი. რავი, ჩემ ადგილას რომ პასუხი მიგიღო ისეთ კითხვაზე, რა კითხვაც აი ამ ტრეიდინგის განმავლობაში მან სწავლის პერიოდში გიჩნდებოდა რა. დიდი დრო ჭირდებოდა მაგ ყველაფერს ძალიან. იმიტომ რომ ვედებოდი ყველა სერვერს აბსოლუტურად. სადაც ოდნავ ინფორმაციას მივიღებდი. ანუ სადაც ოდნავ ინფორმაციას მივიღებდი და სადაც ოდნავ წინ წამწევდა და უკეთეს გამხდი რაღაცას მაინც ვისწავლიდი, სულ არასწორი ინფორმაცია ყოფილიყო, მინდოდა რომ გამეგო და აი თავიდან დავიწყე მაგარით სუდად რა, მაგრამ ეს როცა ეხა ინდივიდუალურად რო გიწევს სწავლება, თავიდან სუდად რო დაიწყებ და არასწორად რო დაიწყებ, დიდ დროს მოვანდომებ რაღაცებში გარკვევას, ეგ ჩვეულებრივად ეგრეც იქნება რა, როცა არ ყავს ადამიანი, ვინც გეუბნება რა გააკეთო რა. ხო და შემდეგ უკვე ფულის ჩარიცხვას მორჩი. მე გადავედი დემო ანგარიშზე რა, სხვადასხვა მე გავიგე პროფირმებზე რა, პროფ ფილმებზე გავიგე შიგადაში უკვე აი სადღაც იანვარი თებერვლისკენ 3 წლის წინ გავიგე პროფ ფილმებზე, მოკლედ. რო გავიგე ამ პროფ ფილმებზე, მინდოდა რომ ჯერ პროფ ფილმ პირველ ერთი აკაუნტი ღირდა 60 თუ $70 $5000 აკაუნტი რა. მანამდე მინდოდა უკვე სიმართლე გითხრა აი ამ რამოდენიმე თვის მერე უკვე ჩამომეყალიბდა სწორი ხედვა რომ აი ვიცი რომ გემბლინგი რა არის, არასწორი ინფორმაცია რა არის და სწორი ინფორმაცია რა არის. უკვე სადაც მაგიანვის პერიოდში უკვე ვქმნიდი დემო ანგარიშს და აი ამ დემო ანგარიშზე 5000 ფიქტიურ $5000 მქონდა და სანამ არ გავპასავდი ხოლმე, სანამ არ გავივლიდი ამ გამოცდას, ხო? დემოზე, ფიქტიურად, ხო? მანამდე მქონდა აკაუნტები და მე ვარესეტებდი და ბევრჯერ უნდა გამივლო აუცილებლად და თან წესების დაცვით აუცილებლად რა. თან აი ამ დემოზე ვარჯიშის პერიოდში, რასაც ვაკეთებდი იყო, რომ თან ვსწავლობდი ICT-ს. ვიდეოებს უყურებდი, რავი, 2 საათიან, 3 საათიან ვიდეოებს უყურებდი. აი ძალიან ბევრჯერ მაქვს ეგ მენტორშიპი ნანახი, აი თავიდან, აი სიტყვას ვერ ვიგებდი ხოლმე. დაჟე მანამდეც მქონდა ნაყურები, აი იანვრამდე მქონდა რაღაც ICT-ის 1-2 ვიდეო ნანახი და სიტყვა რო ვერ გავიგე, ვაფშე რომ მოდებაში არ ვიყავი, რას ლაპარაკო და დაჟე მეგონა რომ ინგლისურიც არ ვიცოდი, ამის გამო დავანებე მაგის ყურებას თავი და ისევ რაღაცა ჩემს სისულელეს მივაწექი რა. მე მომიწია რა თქმა უნდა მივხვდი რომ სწორი ინფორმაცია მანდიყო და არისო სხვაგან, რას ლაპარაკობდა ეხა ეგ კაცი თუ მოვისმენდი და რაღაცას შევხედავდი მივხვდი რომ სწორი იყო რა. აი აქედან დაიწყო უკვე ჩემი აღქმა იმის რომ სწორი და არასწორი ინფორმაცია რა არის. აქ უკვე რამოდენიმე თვეში უკვე ხვდები რა. თან ეხა ახალგაზრდა ვარ, რა ვიცი, ინგლისური ცუდად არ ვიცოდი. ამიტომაც მოკლედ დღეში ერთი 5 საათი მინიმუმ ვუყურებდი აი ამ ვიდეოებს. და აი მაგ პერიოდში არ მუშაობდი რა და აი მთელი დღე, აი სულ ეხლა სულ თვალები დაჭყეტილი არ ვუყურებდი რა, მაგრამ აი
მარკეტი სულ გახსნილი მქონდა, ყველა სესიაზე ვტრეიდობდი, თან ეგ ეხა ყველა სესიაზე რო ვტრეიდობდი, მაშინ არ მქონდა ეგეთი დისციპლინა, არ ვიცოდი რომ ერთ სესია კაი იყო, არ ვიცოდი რომ მეტი ცოდნა მეტ ფულს არ ნიშნავდა და ასე შემდეგ, ანუ ეგ ყველაფერი არ ვიცოდი რა, ჯერ კიდე გამოცდილებას ვიგროვებდი, ვსწავლობდი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაზე რთული ის იყო, რომ კითხვა არ შემეძლო არავისთვის დასმა, რომ მოეცა სწორი ინფორმაცია ჩემთვის რა, რაც მეცოდინებოდა რომ სწორი იყო. ამიტომაც აი თან ბევრ უცხოურ ჯგუფში ვარ ნამყოფი. ქართულშიც ვარ ნამყოფი, ქართული კიდე რავი, ორღობე იყო იმასთან შედარებით რა, უცხოელებთან შედარებით. აქამდე, იმიტომ რომ იქ რავი, აქეთ მიწოდა ვიღაცებისთვის სწავლება, მე აქეთ ახალს ვერ ვიძანდი რა, ზოგადად ადამიანს თუ განვითარება გინდათ ხალხო, ისეთ ადგილას უნდა იყოთ, სადაც იცი რომ შენზე ცოდნით უფრო დიდები არიან და შენზე მეტი იციან რა. ქართულ community-ში ხო პირდაპირ ვიძახი რომ მართლა ორღობე იყო რა, არაფერი არ იცოდნენ, არავინ, ყველა რაღაცა გემბლერობდა, კაზინო ეგონათ ეს საქმე და აი კაზინოსავით იქცეოდნენ რა. აქაც რავი, ძალიან ბევრი ალბათ ეგრე ხარ და ზოგი ის რაღაცას წერს ხოლმე პირადში, გიზდები ხოლმე რა. შემდეგ უკვე გავიდა რამოდენიმე თვე, მოდი გადავიდეთ რავი. იანვარი ვსწავლობდი, თებერვალი აისტი ვსწავლობდი, მარტიც აისტი ვსწავლობდი, მერე გავიცანი სანჯი და აქ უკვე აი liquidity-ს გაგებას რა, ეხლა მოსწავლეები მიხვდებიან. აი თქვა რომ liquidity-ს ერთ ლექციაში გიხსნით. აი liquidity-ს გაგებას და გააზრებას, ხო? მე მოვუნდი 3 თვე. აი 3 თვე მოვუნდი, რომ liquidity გამეგო რა იყო. აი ძალიან დიდი დრო არის იმას შედარებით, რაც რომ დამჭირებოდა ზოგადად რა. შემდეგ უკვე რავი, აი ვაგრძელებ დემოზე ვარჯიშს. აკაუნტი კიდევ არ მიყიდია. ვარჯიშობ, იმაშვები რა ქვია, დემოზე ვტრეიდობ. თან აკაუნტებს გავდივარ რა, არ ვაფეილებდი ხშირად და იმასაც ჩვევოდი რა ქვია, ჩაოლებრივად ვტრეიდობდი. რაღაცა მოდელი მქონდა, ლონდონზე ვტრეიდობდი, ჯუდას ვინგს, აზიის ჰაიზე და ლოუზე. Forex-ზე ვიყავი მაშინ, Forex ვტრეიდობდი და იმას რო ვტრეიდობდი, მერე უკვე, რავი, თვეები ტესტის მერე 7-8 თვე რო ვიყავი დემო ანგარიშზე, ძალიან ბევრს ეგ ალბათ რავი ისე მოგესმენთ, აუ 7-8 თვე როგორ გაძელი ძმა, რო ფული არ ჩარიცხი და ზამასკაში არ იყავი, რაღაც ეგეთი რაღაც ფიქრები აქვს, ხა ძალიან ბევრს ვიცი ხა 240 კაციდან მინიმუმ 150 ეგეთი ფიქრი გექნებათ უეჭველი, იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ ფულზე იყავი ხართ კონცენტრირებული, რაც რა თქმა უნდა თავიდან მეც ეგრე ვიყავი, გითხარით რომ 5 აკაუნტი გამინულებია. მაგრამ რადგან გეუბნებით, იცოდეთ რომ აი ეგ 7-8 თვე მე რაც რამდენი რა გამოცდილებას მივიღე და რა მოთმინებაც გამოვიმუშავე და ზოგადად რომ აი შედეგზე არ ვიყავი ორიენტირებული და ვფიქრობდი იმაზე რომ მე ზოგადად ამ საქმეში განვითარებულიყავი და საქმე მესწავლა კარგად ხო? აი მაგ მაინდსეტზე რო ვიყავი რა, ზუსტად მაგიტომ იყო, რომ პირველივე ფანდედი ჩავაბარე და პირველივე ფანდიდან პეიაუთი ავიღე. ეგ იყო მაისში ვიყიდე აკაუნტი, პირველი $5,000-იანი აკაუნტი ვიყიდე, $25 და ეგ მაისი არ ვტრეიდობდი, რაღაც მაისის პირველი ნაწილი არ ვტრეიდობდი. მერე სადღაც რა ქვია, მაისის მეორე ნახევარი და ივნისი და ივლისის პირველი კვირა მოვუნდი რომ ანუ სადაც 2 თვე მოვუნდი რომ აკაუნტი გამეპაცა, იმიტომ თავიდან რომ დავიწყე, ავი 8%-ის 10%-ის წაგების უფლება გაქვს და 7%-ის მინუსში ვიყავი თავიდანვე რა. მაქედან ამოვედი, აკაუნტის გავიარე, მერე, იმიტომ რომ ხა თავიდან ხა მიჩვევის ამბავიც არის, თავდაჯერებულების ამბავიც არის, ბევრი რაღაცაზე დაფიქრება მოგიწევს, კიდევ თავიდან რავი ძალიან ბევრჯერ ეჭვი მეპარებოდა, ვაფშე სტრატეგიად უმუშაობდა. აი ძალიან ისეთი რაღაცები იყო რა, მოკლედ როგორ გითხრათ. აი ძალიან ეჭვი მეპარებოდა, სანამ შედეგი არ ვნახე, რომ ეს საქმე მუშაობდა, იმიტომ რომ აი ზუსტად აი ხა მე რო ყავალ მოსწავლეებს, რომ ხედავენ რომ შედეგს ვსდებ და მით უმეტეს რამდენი მოსწავლე ყავს, ვინც ხედავენ რომ შედეგს ვსდებს, ხო? ეგეთი არავინ არ იყო მაშინ რა, ჩემ პერიოდში. და ამიტომაც რავი, არ მეჯერა ხანდახან ეგეთი პეისის ღამე რო ვიძინებდი და რავი, ვფიქრობდი მთელი ღამე იმაზე რომ აი დროს კარგავ თუ არა, მით უმეტეს რავი, მაგ დროისთვის მანამდე რა მშობლებისთვის ჰქონდა ახსნილი ეს რომ აი უნივერსიტეტიდან გამოსვლა მინდოდა და არ მინდოდა უნივერსიტეტში ყოფნა და ისიც ვუთხარი რომ რაღაცა აი ტრეიდინგი ავუხსენი შეძლების და გვარად რა, ვაც ვერ გაიგეს, აი დედა ჩემი დღემდე რომ ესმის ხოლმე სიტყვა წაგება, რომ ვახსენებ ხოლმე, აი კიდე დღემდე გიждდება რა. მაგრამ უკვე ანუ აღარაფერს აღარ მეუბნებიან, იმიტომ რომ ნახეს რომ უკვე არაფერი არ მიჭირს რა. და თან
ეხა რო ავუხსენი ეგ რა, რომ ტრეიდინგი რო კაზინო არისო, დაანები მაგას თავიო და ეგეთი ლაპარაკი წამო მოკლედ მშობლებს გირჩევთ რომ არა უხსნათ ეს საქმე რა არის. თქვენთვის იყავით უნივერსიტეტში რო ვიყავი მაგ პერიოდში და რო ძალიან მინდოდა გამოსვლა და არ ესმოდათ ჩემებს, არ დავდიოდი, სიმართლე გითხრათ, ვიტყუებოდი სახში რომ ვითომ უნივერსიტეტში დავდიოდი, არა მთელი დღე ვიჯექი და აი იმენა აი დილიდან საღამომდე მთელი დღე, რავი, სწავლაში ვიყავი ამ საქმის. მთელი დღე ამ საქმეს ვეჯექი. ხო, მერე უკვე აკაუნტი რო გავიარე, პირველი payout-ი იყო $136 თუ რაღაცა, აი ამ კომპიუტერში არ მაქვს MacBook-ში თორე გაჩვენებდით. პირველი payout-ი $136 იყო, რაც პირველად გამოვიტანე. და აი ეგ payout-ი იყო, აი რავი, როგორ გითხრათ რა, აი პირველი იყო, რომელიც აი ვიგრძენი რომ აი თურმე შესაძლებელი ყოფილა და თურმე შემძლებია რა. და ხო, აი მაგის მერე დაიწყო უკვე წამოვიდა მაგის მერე ყოველთვე payout-ი გამომქონდა, მერე $50,000 აკაუნტის გავიარე Apex-ის, უბრალოდ ეგ ვეღარ გავააქტიურე, იმიტომ ვერ გავააქტიურე, რომ მაშინ, კაროჩე, ეხა რო არის შუამავალი ხო, არის ფული საიდანაც გამოგაქვს ხო, პროფილებიდან, მაშინ დილი იყო, საიდანაც ფული გამოგქონდა და მაგას ეგ პროფილებიდან წავიდა რა და ისეთი პერიოდი იყო, რომ ანუ გაურკვევლობაში იყვნენ ფული როგორ უნდა გადაეხადათ ტრეიდერებისთვის რა და ამიტომაც არ გავააქტიურე მაგ პერიოდში. მერე $5,000 აკაუნტები დავიმატე და რამოდენიმე payout-ის მერე უკვე გავაკეთე ეს სერვერი. კიდე რავი რა გითხრათ აბა მანამდე. აბა რამე კითხვები თუ შეერა გადავხედოთ და გამახსენდება. YouTube-ზე დაიდება კი. პირველ payout-ზე უბრალოდ გრძნობ რომ შესაძლებელი ყოფილა რა. Forex-ად დავანებე. Forex თავი იმიტომ დავანებე რომ რავი, ნაკლებად ვოლატური მარკეტია და ნელი არის ჩემთვის და არ მომწონს. თავის განებების გრძნობა არ მქონია. აი თავის განებების გრძნობა კი არა, მაგაზე ფიქრიც არ მქონია, იმიტომ რომ აი მაგ დროს მესმოდა, რომ იმ პერიოდში როცა ვფიქრობდი რომ თავი გამნებებინა, ან პაუზა მაინც ამეღო, აი მაგ პერიოდში ვფიქრობდი რომ ზუსტად აი ეგ მომენტი იქნებოდა, როცა უნდა ჩამეჭირა და არ უნდა ის მექნა რა, ან პაუზა არ უნდა ამეღო, იმიტომ რომ შეიძლება ეგ პერიოდი ყოფილიყო ის პერიოდი, როცა უკვე აკაუნტს გავივლი და payout-ს გავაკეთებდი რა. Jabex-თან სწავლის პერიოდში, Jabex-თან რო ვიყავი, უკვე აკაუნტის გავლილი მქონდა. და სიმართლე გითხრა, მან და ICT-ზე ვინც რამე იცის, ჩემგან იცის. რავი, თუ უნდა ეგო დაუძახონ და ეგოისტები იყვნენ, მაგრამ თელი Discord Jabex და ICT-ზე მე გავაგებინე. ვიგნა რომ мотивაციიან დისციპლინას დაკარგავდი, აი ზუსტად ის მასაუბრ, აი 8 თვე რო ვიყავი დემო ანგარიში, ანუ ის აკაუნტსაც ფულს ვერ ვშოულობდი, მიუხედავად იმისა, რომ ლარიანი არ მედო ჯიბეში, მიუხედავად იმისა, რომ აი ფული ვაფშე არ მქონდა, თან ის არ მithkomს რომ მუშაობდი თან აი პერიოდში. გაყიდვების მენეჯერი ვიყავი და მანდაც უფროსი ვერ მიტანდა იმენა, რა ვიცი. აი იმდენჯერ მაქვს უფროსთან ნაჩხუბარი და აი სუპერვაიზერთან უფროსთან არა, სუპერვაიზერი იყო გუნდის გამგე თუ რაღაცა, რა ვიცი. და იმდენჯერ მაქვს ნაჩხუბარი დამატებით ტოვებდა ხოლმე ხალხს ესე და აი ძალით აჩვენებდა თავის უფროს თავს, რომ აი თვითონ მუშაობს და დამაწინაურეთ და ეგეთ რაღაცებს აჩვენებდა რა. და მე მაგრამ ფეხებზე მეკიდე ხოლმე ყველაფერი და აი მაგრად არ ვევასებოდი მაგასაც. და აი ეს დისციპლინა რატომაც მქონდა, იმიტომ რომ აი მიუხედავად იმისა, რომ ფული ძალიან მჭირდებოდა და ფული ვაფშე არ მქონდა, აი მაინც ვიყავი დემო ანგარიშზე, მაინც აი სერიოზულად ვიღებდი მაგ დემო ანგარიშს ზედმეტად, იმიტომ რომ ვიცოდი რომ იქ თუ წავაგებდი, ნაღდა ხაუნზე უარესი მომივიდა და ვიცოდი. და ეგ რადგან ვიცოდი, ამის გამო თავს ვიკავებდი ყველაფერსა. პირველი payout-ს მე რამდენი აი პირველი payout-ს მე ანგარიში აი ისე რომ სერიოზულად მომეკიდა ხელი, ჩამწორი არ მაქვს, სიმართლე გითხრათ. აი ისე რომ პროსტა მეკიდა, შეიძლება აი მაგის გამო ჩამწორი მაქვს, მაგრამ აი სერიოზულად რომ მოვეკიდე, არც ერთი არ ჩამიწვია. Overtrading თუ გქონდა როგორ გამოასწარე? Overtrading მქონდა სუთავიდან, აი როცა ფულს რიცხავდი რაღაც ანგარიშზე, მაშინ მქონდა overtrading, даже ღამის 2 საათზე და 3 საათზე ხოლმე შევდიოდი და ტრეიდინგს ვიწყებდი და
რა ვიცი, მთელი ღამე ვთრეიდობ და მახსოვს რა იყო, რაზე ვთრეიდობდი, ევრო ნოზუდუზე თუ რაღაც სულე ვითრეიდე, $50 აქაუნტზე $9 წავაგე. პროცენტულად რამხელა არის, აი აზე ხართ? როდის განალზე რომ უცე ხო, აი ეს კაი კითხვა არის. აი შეხედეთ, რამოდენიმე payout-ის მერე ხო გავაკეთე ეს სერვერი რა. აი როგორც კი მივხვდი, რომ აი შემეძლო ხალხისთვის უკეთესი გზის დანახვა და როგორც კი მივხვდი, რომ აი არ ვიყავ ისა ხა ძალიან ბევრი ხა ვითო მენტორები და დაინახავს და მოვისმენთ რომ აი დაგინძლობებთ ესე არიან რომ რაღაც კითხვას რომ დაусმევ აი ჩვენთან აი თავს დავდებ და სანჯიც ვიცი რომ თავს დადებს რომ მოსწავლეს კითხვა რომ დაუსვია არასდროს არ ქონია რაღაცა დაბნეულობა და აუ ეს რა არის იმენა არასდროს იმიტომ რომ ეს საქმე კბილებიდან ფეხებამდე ვიცით ყველაფერი ვიცით აბსოლუტურად რა და აი როცა გავაანალიზე რომ ადამიანი კითხვას რომ დამისმევდა მოშორებაზე არ ვიქნებოდი და ვიცი რა პრობლემაც აქვს და ვიცი როგორ უნდა მოგვარდეს ეგ პრობლემა რადგან მე პირადად მაგ გამოსტილი აი მაგ დროს გავაკეთე ეს სერვერი სტრატეგია როგორ ვიპოვე და აისტის უყურებდი ძალიან ხშირად ძალიან ბევრ მერე მარკეტინგის განხილვებს უყურებდი და მარკეტინგის განხილვებსაც უყურებდი აი ხედავდი აი როგორ გითხრა რა უფრო თავიდან ვიყენებდი liquidity-ს და fear-ოლიგებს ვიყენებდი რა მეტი არაფერს სულ თავიდან პირველი payout რო გავაკეთე liquidity-ს და fear-ოლიგებს ვიყენებდი და Judas Swing ტრეიდობდი ლონდონზე რა მეტი არაფერს Jabex order flows არ ვიცი Jabex რას სწავლის ზევართ 8 უსალობის მიდერჯდა ზადვარაც საყიდლად დემოზე თუ ხარ 8-ია საკმარისია არ ვიცი მაგაზე კითხოს უნდა მისვით პირველ ფეოთერაში გამოვიყენე ისევ 5000-იანი აკაუნტი ვიყიდე ამ წელს ვარ 22 წელს ვარ ასევე შექმნის ისტორია როგორაა ბი ეს სერვერი პროცესში შექმნის მაგაცებთან რომ დაიყავი მე ეს სერვერი რო გავაკეთე სიმართლე გიხდათ ქართველები ვაფშე არ მინდოდა ყოფილიყვნენ დაჟე მე და სანჯის ბერჯი გვაქვს ნალაპარაკები რომ ქართველებზე გადავიყვანო სერვერი თუ არა იმიტომ რომ სერვერი რო გავაკეთე ძალიან ბევრი ქართველი შემოიყარა რა იმიტომ რომ ზოგადად რაღაცა სახელი მქონდა ეხა ხალხში რომ მე რაღაცა მწოდნე ვიყავი რა და აი სერვერი რო გავაკეთე ძალიან ბევრი ქართველი შემოიყარა და ამ სერვერზე თავიდან ხალხო ინგლისურად ლაპარაკობდა ყველა არ მინდოდა ქართული სერვერი მქონოდა რა მე იმდენი ქართველი შემოვიდა ქართულზე გადაკეთდა რომელი ინსტრუმენტებზე მუშაობდა Nasdaq ES და crude oil ტრეიდობდა ვიყენებ TOPS-ებს და APEX მარტო დისციპლინასთან არ ქონია პრობლემა დისციპლინასთან არ ქონია პრობლემა მე ან ფსიქოლოგიურად რავი აი რომ მიჭირდა აროს არ ყოფილო არ ეგრე რა აი სულ ვიცოდი რომ აი ჩემს ტირილს მიზეზობას და რავი უაზროდ მასე უაზროდ ფიქრებს აზრი არ ქონდა რა უბრალოდ რაც გასაკეთებელი იყო უნდა გამეკეთებინა მით უმეტეს ეხა როცა ადამიანს იმის მოთმინება გაქვს როცა 8 თვე დემოზე ხარ და ბულზე არ ფიქრობ დისციპლინასთან იქ პრობლემა ნაკლებად მქონდა არ ქონია დისციპლინაზე პრობლემა მშობლებსთან ახლობებს აუხსნა თუ რა არის ტრეიდინგი არ უნდა აუხსნა რო გადაიყარე ტრეიდერს ქართველი იყო პირველად რო გადავიყარე ტრეიდერს ქართველი იყო კი საიდან რანდომად აღმოვაჩინე ტიპი დისკორდზე და აქედან გავიგე ტრეიდინგზე ის საუკეთესო პროფილს რომელიც თვლი ფიუჩერ აკაუნტისთვის საუკეთესო პროფილს ტოპ 3 არის რა მაგრამ მე ძირითადად ტოპსები და აპექსი მაგ და ეგორი ჩემს საუკეთესო ბიროულ პროფილზე ხარ ახლა ის თქვი ICT რატომ ICT ხო ეხა მოდი აი ეს კაი კითხვა მოდი ICT რატომ ეხა იმაზე ვიტყვი პასუხს რატომ ICT რატომ ICT საუკეთესო კონცეფცია რატოა ICT რა აი შეიძლება რისკ მენეჯმენტით კარგი ფსიქოლოგიით და რაღაცა სტრატეგიით რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში პროფიტულია რა შეიძლება ფული გააკეთო იმითაც მაგრამ აი
ICT რაც არის, არ არის მარტო სტრატეგია რა და არ არის რაღაცა ტექნიკური ანალიზი. ეს იმენა ტექნიკური მეცნიერება, მე ეგრე ვთვლი პირადად რა. იმიტომ რომ აი ეს არის ყველაზე ზუსტი კონცეფცია, რაც მარკეტზე გვაქვს. ანუ რაღაც შეიძლება იყოს რომ მუშაობდეს, მაგრამ ყველაზე ზუსტი არის ეს. თან პლუს კიდევ რატომ არის ჩემთვის საუკეთესო რა? იმიტომ რომ აი სხვა სტრატეგიებზე პატერნები რაც არის, თუგენ საპორტარ რეზიდენს, თუგენ აი რაღაცა სტრატეგიები რაც არის რა. ყველაზე გეუნებიან თუ გასწავლიან რომ აი ესე ხდება, ესე ქენი. მაგრამ ICT-ში ესე ხდება, ამიტომ ხდება, აი ამ დროს ხდება და ასე ხდება. ანუ აქ ბევრი კითხვას ეცემა პასუხი და ბევრი ლოგიკური არის რა რატო ხდება რა. და ამიტომაც ამჯობინე. შობაქს მაგასთან ანუ მიდუმლა და მესერ წვალს აი როგორც შენ და სანჯი იყავით. სიმართლე გითხრა, აი რო ტრეიდობდი და ვაჯრობდი ძმაკაცებთან ერთად, ხო? აი ეგ ნაკლებად კარგი არის. და აი რატო ეხა გეტყვი რა, აი ზოგადად აი ვისაც უნდა უთხრა ტრეიდინგზე რომ ტრეიდერობ და რაღაცა, ხო? აი ეს არის ძმაკაცები ჩემი აზრით რა. ძმაკაცებს შეგიძლიათ უთხრათ რომ ტრეიდინგს სწავლობთ, იმიტომ რომ აი ესე ვთქვათ question-იერში ვიღაცასთან პასუხისმგებელი პირი იქნებით, რომ შენ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანო რა. თორე ეხლა ძმაკაცებს რომ დაუწყებთ ხმას რომ აი ტრეიდინგი დავიწყე შეჩემა და აი აუ ტრეიდერობა მინდა და რაღაცა, აი მე რომ მიანებო თავი და მიატოვო, ხო იტყვიან რომ აი არაფრის ვაქნისი არ არისო რა. და ამიტომ ცოტა პასუხისმგებლობა გექნება რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანო რა. მაგრამ აი როგორც მაგაცები ერთ იტრეიდო, ხო? აი რავი, ერთი დებილი რო ტრეიდობს და მეორე დებილი დაემატება რომ იტრეიდოს, აი ძალიან დებილ ტრეიდს გახსნიან რა. ჯობია ცალ-ცალკე იყოთ. თქვენი ცალ-ცალკე ივაჭროთ და აი ბოლოს რა შედეგიც გექნებათ, თუ გინდა დარეკეთ ერთმანეთში და ერთად განიხილეთ რა. ერთად ვაჭრობას არ გირჩევთ. თავიდან revenge კი ძალიან ბევრი საბა revenge trade-ები, ავი იცოცხლე იმდენი მქონდა, როცა ვაგებდი ხომ თავიდან stop loss-ს არ ვაყენებდი, არც stop loss ვიყენებდი, არც რავი take profit-ს ვიყენებდი, ბოლომდე ვაცდიდი, წადი, მიდი ფული დაწერე, ეგრე ვიყავი. კიდე რა ვიცი. კიდე რას ვაკეთებდი? აუ მთელი დღე ტრეიდობდი და ღამე მქონდა ტრეიდები დატოვებული ხოლმე მახსოვს, მაგის გამო ვერ ვიძინებდი. ყოველ 5 წუთში თვალებს ვახელდი, ტელეფონს დავხედავდი, პლუსში ვიყავი თუ მინუსში, დავდებდი, თვალებს დახუჭავდი, მე ისევ გავახელდი და ისევ ტრეიდებს უყურებდი რა. თან ძალიან ბევრ ტრეიდსაც ვხსნიდი, მაგ დროს აი, რა ვიცი, revenge trading-ი მქონდა თავიდან ჩაოლებრივად. მაგრამ მე უკვე, რავი, როცა გავაანალიზე რომ რა ой სიცხე ვახშები რო გავანალიზე სწორი რა იყო და არასწორი მე არ მახსოვს რომ ძალიან გამჭირებოდა revenge trading-ი ფანდედზე რა ანუ პროფილს აკაუნტი რო ვიყიდე გითხარით რომ აი პირიქით revenge trading კი არა ტრეიდის გახსნა მეშინ უნდა ხოლმე ეგ მქონდა თავიდან პრობლემა რა და მე ეგ პრობლემა რავი როგორ გამოსწორდა ну მე დავიკიდე უბრალოდ თქვი რომ აი რაც არის, თავარია მე ჩემი გავაკეთო და რა სტრატეგიაც მაქვს, რასაც დემოზე ვიყენებდი, აქაც იგივე გავაკეთო და ვიცი რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შედეგს გამოიღებს რა. ამიტომაც ის მოკლევადიანი შედეგი დავიკიდე და გრძელვადიან შედეგზე რომ ვფიქრობდი და ეს რომც დამეფეილებინა, ვიცოდი რომ შემდეგი მოვიდოდა და არც არ გარბოდა და არც არ მეჩქარებოდა თან. იმასაც ვიაზრებდი რომ აი 1 წლის წინ ამ დროს 1 წლის წინ 1 წლის მერე ამ დროს ხო აი რავი ბევრად შორს ვიქნებოდი ვიდრე ეხა ვარ ამიტომაც ეხა უაზრობას და აი რაღაცა მოკლევადიანი შედეგის მიღების სურვილს ჯობია შენი გააკეთო რა აუ რამდენი დაიწერა ჩემი ამდენს ვერ ვასწრებ ხალხ პირველად რომელი 200 მოდელი ვაჭრობდი პირველად ესე შეიძლება ისე არა შეუძლებელი ტრეიდინგს რას ფიქრობ? აუ ყველა ტრეიდერი იყენებს მაგას. ძები როგორ იყო, როგორ ითვისებდი ახალ მასალას და რას აკეთებდი რომ უკეთ? ხო, როგორ რას ვაკეთებდი რომ უკეთ დამახსოვრებინა ეხა. სწავლის პერიოდში ვიდეოებს უყურებდი, რავი 1-2 საათიანი ვიდეო იყო. მერე
ანუ ეგ 42 ვიდეოა ეს ის 22 წლის mentorship-ი რა. მაგას რომ უყურებდი, ჩანაწერებს ვაკეთებდი და თან მერე შევდიოდი, იმიტომ რომ თვითონაც ვიდეოებში იძახის, რომ ბექტესტის გარეშე ვერ ისწავლით, შედით მარკეტზე და თქვენით მოძებნით ეს ყველაფერი, იმიტომ დავალებას ესე ვთქვათ გაძლევდეთ მაგათ რა. მერე შევდიოდი მარკეტზე, თან ტრეიდობდი, ვაჭრობდი, ეს მიჯდებოდა ეს ცოდნა, რასაც მაძლევდა თავში რა. და ეგ mentorship-ი მაქვს სამჯერ ნახე. პირველად რო უყურე, რაღაცა გავიგე, მეორედ რო უყურე უკვე მივხვდი რომ აი თურმე რაღაცეები მივხვდი რომ აი ეს ამიტომ ხდება და რაღაც ანუ უფრო გავერკვიე რა იმიტომ რომ ოდე ცოდნა გაქვს რა კონცეფციის მერე რომ უყურებ თავიდან უკვე ხვდები ბევრ რაღაცა უფრო თვალი გეხილება რაღაცეებს და მერე მესამედაც მაგით აყურები და მანდ უკვე ყველა ნიუანსი რაც იყო და პატარა რაღაცები რაც გამოტოვებული მქონდა ყველაფერი გამიჯდა უკვე საბოლოოდ რა რაც ვიქო AI-ზე ოდესმე შეიძლება არა სისულელე AI ვერ ჩაანაცვლებს ტრეიდინგს, მას საშუალებას არ მისცემენ ჩვეულებრივ ადამიანებს. ეს შენი მედოში შემდგენად მალე ასწავლი მასალას ერთ თვეში. 7 თვეში რაც მე ვისწავლი, იმას ერთ თვეში ვასწავლი. და იმაზე მეც თაშე. ბევრ სამსახურში ყავდი და ის საქმე არ გიყვარდა, შენ თავს იქ ვერ ხედავდი, როგორ მივხვდი რომ ტრეიდინგში შენი ადგილი და ასევე როცა შეხარ იქ ხედავ შენ თავს იმ საქმე, რა თქმა უნდა გიყვარს შემოსავლის გარდა, რასაც ხარ რის გამოჩილება თქვა მე ეს საქმე მიყვარს, ვიცი კითხვასაც ვარ წერა მიჭირს. აუ ტრეიდინგი ხა ისეთი საქმე არის აი მე თავიდანვე რომ შევხედე ტრეიდინგს აი ეგრევე აი ორი აზრი არისო რომ ეგრევე მივხვდი რომ ეს ჩემი საქმე იყო რა აი მივხვდი რომ აი რაც მინდა ცხოვრებაში ფინანსური დროის და ადგილის ავისფლება ყველაფერს გაძლევდა და მით უმეტეს აი მარკეტის კითხვა აი იმენა ჩემთვის არის ხელოვნება ძალიან მიყვარს აი როცა მართალი ხარ მარკეტის საით მიდის აი როცა იგებ ანალიზს აკეთებ იცი რომ სწორი ხარ აი რავი კიდე ლაივ ტრეიდინგი რო აქვს იქ ბიჭებს რა სწორი რო ვარ ხოლმე ძალიან ასწორებს რა ძალიან მით უმეტეს ამდენჯერ უღარ სწორი და ანუ ესეთ შედეგს დებ მით უმეტეს უფრო სასიამოვნო მაგრამ ანუ უბრალოდ მარკეტის კითხვა მაგრამ დიდ სიამოვნებას მანიჭებს რა ეხა ამის გარდა მე რო აი ვერ წარმომიდგენი აი ცხოვრებაში აი სულ რო დამერხეს და ტრეიდინგში აი გავნულდე რა ვერ წარმომიდგენია და ალბათ არც იქნება ეგ არასდროს რომ მე მუშაობა მომიწიოს აი ეგ იმენა ვერ წარმომიდგენია რა იმიტომ რომ ისეთ ლაიფსტაილს შევეჩვიე ისეთ ცხოვრება ისე შემომეტრიალდა და ისე შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაცა რომ აი შეუძლებელია მე რომ აი ისევ იმ ძველ ყაიდას დავბრუნდე იმიტომ რომ მაგის ყველაფერს ვიზავ რა ეხლა მით უმეტეს ამას რო ხარ შეჩვეული კიდე მეტი რო გინდა თან და როცა ხვდები რომ ის შენი ადგილი არ არის და ყველაფერი უნდა გააკეთო იმის რომ ამ ადგილას აღარ დაბრუნდე მაგითო რავი ვერ წარმომიდგენია რა ასე შედეგს თავისუფლად ხე ეს საქმე არის ბიზნესი ხალხო ამ საქმეს უნდა შეხედო როგორც ბიზნესი თავიდან რომ $130 ვიშოვე ეგ არის რამდენი პროცენტი თითქმის 3% არის რა ეხა 3% რო გამოვიტანო მე ანგარიშებიდან რა 10-ზე მეც გავაკეთებ ყველაზე რთული რა იყო შენთვის ჩემთვის ყველაზე რთული იყო ის რომ თავდაჯერებულობა იყო ჩემთვის ყველაზე რთული თავდაჯერებული არ ვიყავი ხოლმე ტრეიდ შესვლის მეშინო და იმიტომ რომ მეშინო და არ წამეგო რა წაგები შიში მქონდა ეგ იყო თავიდან ყველაზე რთული როგორც მახსოვს დასვენს ხა ვერ ახსნი ეგეთ კითხვებს ნიკა არ გავცემ პასუხს მეგობრებზე გითხრა ის მეგობრები აი ხო აი ეგ კაი რაღაც ვიტყვი რა აი იმ სწავლის პერიოდში ხალხო ისეთმა ხალხმა მიღალატა და ისეთი ხალხისგან მივიღე ისეთი რავი უკავშირი აი რო ვერ წარმოვიდგენდი რა ვერც თქვენ ვერ მიხვდებით მაგას ვერაზროს რომ აი მე შეიძლება ვიზე ვლაპარაკობდი კონკრეტულად პირზეც არ ვამბობ რა ისეთი ხალხისგან მივიღე უნდობლობა და ისეთი ხალხთან მქონდა პრობლემები და დღემდე მაქვს რომ აი ვერ წარმოიდგენთ რა და მეგობრები ეხა ვინც იმენა ჩემი ძმაკაცები არიან მე ბევრი მეგობარი არ მყავს ხო იმენა საძმაკაცი მყავს ძმაკაცები არიან და ვსონ ბევრი არავინ არ არის რა ეხა ვინც არიან აქ არიან მისმენენ და ისინიც ტრეიდინგში არიან სიმართლე გითხრათ ყველა თუ ეს ნაცვლად ეკეთებ ხოლმე ეგეთ კითხვებისგან თავი შეიგავეთ სახეს ატუარეთ ჩვენ და საცხოვრობთ თაზო
რა საჭიროა? მე არ მევასება ინფლუენსერობა და ესე სახის გამოჩენა, ანუ არა საჭირო. უბრალოდ ვერ ხვდები საჭიროებას, ანუ არ მევასება, არ ვარ ეს ისა ტიკტოკერი. საქმეს ვაკეთებ, ხალხს ოდნას ვაძლევ, ვეხმარები და მეტი ჩემგან არაფერი არ გჭირდებათ. ვინჩენთან დაიწყო სწავლა, ყველა მინდვანზე შეისწავლა, რომ ახლა უკვე ვეულიეთ სამოგდებთ ტრეიდონ, კი, ვინც მოინდომა და ისწავლა, ყველას ხედავთ და ყველა შედეგს ნახულობთ. სანამ ჩელენჯი აიღე მაგამდე ტექნიკურად და ფსიქოლოგიურად, ხო? ჩემ თავს რჩევას ვერ მივცემდი. იმიტომ რომ ანუ ეგ ეხარ 8 თვე რო გადის და 8 თვე დემოზე ხარ და მოდელი გაქვს ჩამოყალიბებული, უკვე დრო არის რომ ჩელენჯი აიღო და იქაც ცალკე გამოცდილება მიიღო რა. ერთი იმ რჩევას მივცემდი ალბათ, რომ აი ეგ ჩელენჯი რო ავიღე, შიში ხომ მქონდა ტრეიდს გახსნის, ანუ კონცენტრაცია მქონდა იმაზე რომ pay-out-ი ამიღო. და მივსულიყავი მაგამდე რა. ერთი იმ რჩევას მივცემდი, რომ არ მეფიქრა ფულზე. და მეფიქრა იმაზე, რომ აი ეს გამოცდილება არის, ფსიქოლოგიას ვისწავლი, განვითარდები, უკეთესი გავხდები, აი მაგაზე მეფიქრა რა. დალში არაფერი. რა შიში დაუძლიე რომელი? ტრეიდერ ჯიმიო, არ გამოვყოლოდი. ეს ვინო? ყველაზე კარგი დამწყობა რა შეიძლება გასწავლოს პერიოდში არის ის, რომ ასეთ ფული არ ჩარიცხოს, დემოზე იყოს. და ბექ-ტესტი გააკეთოს. არა, ну, ამდენი ხანია ლაივი. ну, კაი, ეს